საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგზალებთ და ვინაიდან დღეს პარასკევია განვლილი კვირა უნდა შევაჯამოთ, რომელიც ამერიკული საფონდო ბირჟებისათვის ფრედ არასახარბიელო იყო, რადგანაც ძალიან მკვეთრი დაღმასვლა ვიხილეთ საშუალოდ 2%-ის ფარგლებში და საერთოდაც თუკი უკვე განვლილი თვის შეჯამებას მივადგებით, დავინახავთ, რომ კლება NASDAQ-ის ინდექსთან არის დაახლოებით 5.5%, ხოლო S&P 500 ინდექსთან კორექციის მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 3%. ბოლო პერიოდი დიდად სახარბიელო ამერიკული ბირჟისათვის არ ყოფილა, რადგანაც ტრამპის განცხადებები, გეოპოლიტიკური რისკების ზრდა, მათ შორის ჩინეთთან პოტენციურად სავაჭრო ომის გამწვავების მოლოდინები და ის ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის გარშემო ხდება, ინვესტორებისათვის სახარბიელო ამბებს არ წარმოადგენს და ამ ყველაფრის ფონზე გაზრდილი არის რისკის პრემიუმი, ხოლო ეს ყველაფერი თავისი არსით იწვევს საფონდო ბირჟის დაღმასვლას. საბედნიეროდ, დღევანდელი სავაჭრო სესია ამ წუთების მონაცემებით ყოველ შემთხვევაში პოზიტიურად მიმდინარეობს, მართალია ის პოზიტიურ ნოტაზე არ გახსნილა, თუმცა ამ ეტაპზე ვითარება არის შედარებით დასტაბილურებული და როგორც ხედავთ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობა არის გამოსწორებული. უფრო კონკრეტულად, ამერიკული 500 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია, როგორც ხედავთ, 0.5%-ით არის გაზრდილი. Dow Jones-ის ინდექსთანაც ზუსტად ანალოგიური შედეგი გვაქვს. NASDAQ-ის ტექნოლოგიური ინდექსის შემთხვევაში კი მატება არის 0.60%. საერთო ჯამში, როგორც ჩანს, ინვესტორებმა რისკები გააანალიზეს, აწონ-დაწონეს და გადაწყვიტეს, რომ ამერიკულ საფონდო ბირჟას ასეთი მკვეთრი კორექცია არ სჭირდებოდა, განსაკუთრებით ალბათ უფრო ტექნოლოგიურ კომპანიებზე უნდა გავანახულოთ ყურადღება, რომელთაც გუშინ საშინელი შედეგები ჰქონდათ, მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად Nvidia-მ რეკორდული ფინანსური ანგარიშგება წარმოადგინა, მიუხედავად ამისა, კომპანიის კაპიტალიზაცია ლამის 10%-ით დაეცა, რაც ცოტა არ იყოს და ალოგიკურია. გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც როგორც ხედავთ, ისევ და ისევ კლება გვაქვს 0.16%-ით დაეცა დამატებით ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია. აზიაშიც ვითარება დიდად სახარბიელო არ არის, შანხაის ინდექსი 2%-იან კლებას აფიქსირებს, ხოლო ნიკეის ინდექსთან მიმართებით ვარდნის მაჩვენებელი საერთოდაც უკვე აღწევს 3%-ს საერთო ჯამში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებითაც დიდად სახარბიელო შედეგები არ გვაქვს და საერთოდაც საფონდო ბირჟა დიდი სიჯანსაღით ბოლო დროს არ გამოირჩევა. ენერგეტიკულ ბირჟასთან მიმართებითაც ასევე საკმაოდ დიდი რყევები გვაქვს. დღის განმავლობაში 1%-ით გაიაფთა ნავთობი და როგორც ხედავთ, ბრენტის ღირებულება $73 ნიშნულს ჩამოწდა, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით $70 ფარგლებში მერყეობს. აგრეთვე იკლო რუსული ნავთობის ღირებულებამ 3%-ზე მეტით და ამჟამად ურალის ფასი $65 შეადგენს. ბუნებრივ აირზეც უნდა ვისაუბროთ, ისიც არის გაიაფებული თითქმის 2%-ით და 44.5 ევრო შეადგენს მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება. ევროკავშირის მასშტაბით ერთვიან პერიოდში ამ შემთხვევაში კლება გვაქვს 13.5%. ასევე κλება გვაქვს ოქროსთანაც, ის დაახლოებით 3%-ით გაიაფებული ერთკვირიან ჭრელში და ამჟამად უნცია მეტალის ფასი შეადგენს $2858. ამ კლების მიუხედავად, ერთწლიან პერიოდში ოქროს მაინც ძალზე პოზიტიური შედეგი აქვს და მატება არის თითქმის 40%, ვერცხლთან კი პლუს 27%. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, რომელსაც დღეს ძალიან რთული დღე ჰქონდა, რადგანაც ბიტკოინის ფასი $78,000-იანს ნიშნულს ჩამოწდა, ეთერიუმი კი $2,000-ზე უფრო იაფადაც კი ვაჭრებოდა. ამ წუთებზე, როგორც ხედავთ, ვითარება არის გამოსწორებული, მაგალითად ბიტკოინის ფასი 83,500, ეთერიუმი კი $2,200 ვაჭრება. მიუხედავად ამ გამოსწორებისა, ბაზრის საერთო შეფასება 24 საათიან ჭრელში ლამის 4%-ით შემცირებული და ის ამჟამად შეადგენს $2,880 მილიარდს. ან მარტივად რომ ვთქვათ, თითქმის ერთ თვიან პერიოდში ბირჟიდან $1,000,000,000 კაპიტალიზაცია გაქრა. ესეთი არის სავალალო შედეგები, რაც კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით გვაქვს ერთ თვეში და ერთკვირიან პერიოდში კლება არის 15-დან 20%-ის ფარგლებში. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმის $266 მილიარდია, ბიტკოინის $1,656 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც საუბარი უნდა დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს ჰქონდა კორექცია 2%-იანი, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში მაინც საქართველოს ბანკს აქვს შესანიშნავი შედეგები. ასევე არასახარბიელო შედეგი აქვს TBC-საც დღის განმავლობაში -1%-ია კლება, მაგრამ აქაც ერთკვირიან და ერთთვიან პერიოდს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ შედეგები არის ძალზე პოზიტიური, რაც პრინციპში არის განპირობებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რომელთა მიმართებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები არის უბრალოდ ფენომენალური. აქვე რადგანაც საქართველოს ვსაუბრობთ, ლარში ინვესტირების
შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად სტანდარტულად ამ ეტაპზე შეადგენს 8.60%-ს, ხოლო ანგარიზე 50000 ლარზე მეტი სქოლის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა 10%-საც კი უახლოვდება. მართალია ეს არის წლიური სარგებელი, თუმცა ის თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული თანხის გატანა, მის მოცულობის გაზრდა ან შემცირება თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა.